ორმხრივი სროლა და სპეცოპერაცია კასპის რაიონში სოფელ ოკამში ყოფილმა ჯარისკაცმა მის დასაკავებლად მისულ პოლიციას ცეცხლი გაუხსნა. საჭირო გახდა ადგილზე სპეცრაზმის შეყვანაც. მანამდე 43 წლის კაცმა ბიძაშვილი ყოფით ნიადაგზე ფეხში დაჭრა. შემდეგ კი ადგილზე მისული სამართალ დამცველების მისამართით ისროდა. ყოფილი სამხედრო დაკავებულია და მას 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ბათუმში ერთ-ერთ საწარმოში მომხდარი შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით სამუშაოების შესრულების დროს მას სავარაუდოდ მინის კონსტრუქცია დაეცა. მიღებული დაზიანებების შედეგად კი ადგილზე დაიღუპა. კაცი ქობულეთიდან იყო და ბათუმში მუშაობდა. მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული. მექსიკაში არეულობა მინიმუმ 9 შტატი მოიცვა. ბოლო ინფორმაციით დაღუპულია 11 და დაკავებულია 22 ადამიანი. დაახლოებით 50 ბანკის ფილიალი დამწვარი ან გაძარცვულია. მექსიკის შეიარაღებულმა ძალებმა გასულ ღამეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კარტელის ლიდერი, ნარკობარონი ელ მენჩო მოკლეს, რასაც ქვეყანაში არეულობა მოჰყვა. უკრაინამ რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში კალეიკინოს ნავთობსატუმბის სადგური დაბომბა. საწარმო დრუჟბა საექსპორტო ნავთობსადენის ფუნქციონირების საკვანძო ობიექტია. ადგილზე ძლიერი ხანძარი იყო, მედიის ცნობით ისმოდა აფეთქებების ხმაც. სამხრეთ კორეის მთავრობამ რუსეთის საელჩოს მოსთხოვა სეულში მდებარე შენობიდან ჩამოხსნას გიგანტური ბანერი რუსული წარწერით „გამარჯვება ჩვენი იქნება“.